დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 14 ივნისი და ჩვენ კვლავ დაუბრუნდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მიწაწყალს, ჩვენს სოფლებს, ტყეებს და ვინც ჩემ YouTube გვერდს თვალყურს ადევნებს, იცით რომ რამოდენიმე დღის წინ ჩამოვედით, ჩვენ გერმანიაში ვიყავით, ერთი სოფელი გადავიღეთ, ბავარიაში, ავსტრიაში გადავიღეთ, არაჩვეულებრივი სოფელი საბრძნეთში და 2 დღის წინ ჩამოვედით და დღეს გამოსულები ვართ ჩვენ ვიმყოფებით დუშეთის რაიონში, ფასანაურიდან არის დაახლოებით 6 კილომეტრი, სამი სოფელი არის ერთად ახლომახლოში განლაგებული, ეს არის წიფორი, ჟიჟიანი და ხევშა. და მე მინდა ერთად გავიაროთ ამ სოფლებში, მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნის სამივე სოფელი. ჟიჟიანი არის 1400 მეტრზე, წიფორი 1600-ზე და ხევშა არის 1300 მეტრზე. გავიაროთ ახლა ამ სოფლებში, ვნახოთ ხალხი თუ არის საერთოდ დარჩენილი, როგორ ბუნებაში არის სოფელი, როგორი გზები არის და როგორი პირობებია. მე მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ YouTube გვერდს, ვინც უყურებს, ვინც ალაიქებს და ვინც წერს კომენტარებს, ყველას დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და ეგ არის ჩემი სტიმული, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი ადგილები, ვიდეოები გადავიღო და ერთად ჩვენ ვნახოთ საქართველოს უმშვენიერესი სოფლები, რომლებიც სამწუხაროდ არის მიტოვებული 95%. მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს სამი სოფელი. ეხლა მივდივართ სოფელ ხევშაში და წიფორში. და ნახოთ ეხლა როგორი გზები არის სოფლებამდე. დანარჩენს პირობებს რა ხდება სოფელში, რომ მივართ იქ ნახავთ. აბა გაიწიეთ ეხლა პატივცემულებო. ვა, წყაროს წყალია ეგერ. წყლის დასალევად. ავავსოთ ხო, წყლის დასალევად მოვიდნენ ეგერ ძროხები. ბესო გასინჯი ერთი, კაია წყაროს წყალი. კი, ალბათ კაია, ჭიქა არის ეგერ დევს. გივას ის არის, წყარო, გივა. ეხლა ის მაგივრად არა. გივას წყარო. არა, გივა ერქვა ალბათ. ჩამოსაჯდომიც არის. კოხტად. სანაგვეც არის, ჩემდა გასაკვირად, ეგერ კოხტად. თევზი ხო არ არის, ბაბუ აქ? ვა, საკალმახია? აბა ერთი გავაჩერო შევხედოთ. სადიყო გერმანიაში საკალმახი. საკალმახი გერმანიაში არის. გზად შეკვდა ასეთი საკალმახი ადგილები. აბა ჩავიხედოთ თუ არის თევზი. კი, არის თევზი. პატარა კალმახებია აქ. აქ სულ პატარა კალმახებია, ხო? ხედავ. ესე იგი პირველი აუზი პატარა ზომის კალმახებისთვის არის, მეორე აუზი ცოტა მოზრდილებისთვის და ასე მეუყვება 3-4 აუზია. რა კარგათაა ადამიანს გაკეთებული საკალმახები. აქ ცოტა მოზრდილებია. ეს აღლი იმედია დაბმულია. ხო, ცუგო? კი, დაბმულია. გამარჯობათ. თქვენია, რა კარგათა გაქვთ გაკეთებული. ხო არ ყიდით? რაღის? 20 კილო. რამდენი გაუდის კილოში? 3-4 ცალი. ძალიან მომეწონა, კარგათა გაქვთ. თავიდან პანტარებია და ზომის მიხედვით მერე, ხო? აუ, მერე გადადიან. და სუბოლოშიც აპირებთ გაკეთებას? აი სუბოლო. იქ უკვე დიდი ზომის იქნება, ხო? მერტმა ხელი მოგიმართოთ. კარგია.
რა. აუ სხვა. ოქროთან დაპრდა რა შეიძლება. აკნარი ხილეო. ზურა შენ გიყვარს თევზი ხო? თევზი. მაგრამ ისეთი ლამაზებია რომ მოხდება. რა სიზა ბაბა. გოჭებიც ლამაზები არიან, მაგრამ წვადი ხო კაია. გამო. ჟანგვა ხალი რა. კონკრეტულად დააგება. იმედი არის ისინი დაცოცხლდება. იმედი არის კი, მაგრამ რაც არ ამგონია მე. ვიცი, დაცოცხლდა. ოპა, ამოყირავდა. დაცოცხლდა. ვა, წავიდა, ერთი ცალი დარჩა. აგი დაცოცხლდა, ბესო. ეხა გაგვიწმინდავს თევზს, ცოტა, შენ არ ვისწავლოთ, გაგვიწმინდავს თევზს. დავაგრძელებთ და მოდითო, გეძახე. ზუსტად 1 კილო გამოვიდა. რამდენი ლარის არის ახლა გა? 20 ლარის. გონიოში 25 ლარი გადავიხადეთ. ეგ უნდა მithქვა ეხა გონიოში რომ ჩამოვედით, ხო? კაფეში შევედით და ერთი თებში სალათა ღირდა 25 ლარი. ბერძნული სალათა იყო რაღაცა, რა ვიცი, მაგრამ ბერძნული რა, ერთი პომიდორი იყო და ერთი კიტრი. ხო. გზის განათებებიც არის დენიც მიდის სოფელში. სოფელი ხევშაში მივდივართ, ხო, ბესო? შევალთ ეხა სოფელში, ხო, ხევშაში. საკალმახეები დაგვხდა სოფლამდე და იმ კაცმა გვითხრა, რომ 4 ოჯახი ცხოვრობსო. სახლები კი დანგრეული და მეტოებული სახლები არის, როგორც ყველა სოფელში. რომლებიც ჩვენ გვაქვს ნახე. სადმე მინდა გავაჩერო ეხა მე და მე ვარ მოვიარო. ეხა ვიმყოფებით სოფელ ხევშაში. ესეც არის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ცენტრალური გზიდან არ არის შორს ეს სოფელი. ალბათ 2-3 კილომეტრი იქნება. რაც გამოვიარეთ გზაზე ლამაზი საკალმახე დაგვხდა, შეგვხდა, ნახეთ. ადამიანიც, რომელმაც ააკეთა საკალმახე, პატარა სასაფლაო არის სოფლის. გზაც არ არის ეხა ისეთი კატასტროფული, რომ აქამდე ვერ ამოხვიდე. მაღალმთიან რეგიონს განეკუთვნება ეს სოფელი. აქ არ ვიცი ახლა ვინმე ცხოვრობს თუ არა. გათებული არის ბალახი. დაახლოებით 1500 მეტრზეა ეს სოფელი, არაჩვეულებრივ ბუნებაშია, ძალიან ლამაზ ადგილზე. მიტოვებული სახლებიც ბევრია. დენი ყოველ შემთხვევაში მოდის. ნახეთ რა ლამაზი ხეობა. დინარე ჩამოედინება. ესეთი გზა ამოდის, არგერ აქედან ცენტრალური გზაც ჩაანს ქვევით. და ეს ერთი პირველი სახლია სოფელში, მინდა შევიდე. ღია არის ჭიშკარი. არაყენია და მაინტერესებს. სოფლის მაცხოვრებელი გითხრა ადამიანმა ცხოვრობს ვიღაცაო და
გამოვისაუბრო მინდა ვინმეს რომ გავიგო როგორ ცხოვრობენ ძროხები ნუ ყავთ ეთყობა გზაში შეგვხვდა ძროხები რომ მოვდიოდით ამ სახში არ ვიცი ვინმე არის თუ არა ალბათ არავინ არ არის აქ ქვეითაც მიდის გათიბულია აქეთაც სახლია ღობე აქ ალბათ საქონელი მოძრაობს კი ეთყობა აი ძროხების ნაფეხურები არის მაგრამ მე მგონი არავინ არ ცხოვრობს იმ სახლში ზევით არის კიდე რამოდენიმე სახლი იქაც ავალე ხა და ახავ და პატარა სალოცავი არის სოფლის სასაფლაოსთან სოფლის სასაფლაოსთან პატარა სალოცავი სოფელში ცხოვრობდნენ კეტე ცაშვილები და პატაშურები ქავთარაძე გავყვებით ახლა ჩვენ გზას ზევით სოფელი ხევშა არის მერი არის ჟიჟიანი ბესო რა ქვია შემდეგ სოფელს ჟიჟიანი ხო და კიდე მესამე სოფელიც არის ახალი არ მახსოვს მაგრამ მივალთ ყოველ შემთხვევაში იმ სოფლამდე წიფორი მესამე ხევშა ჟიჟიანი და წიფორიც ხო წავიდეთ არის ყველგან აი ეს ნახე სოფელჭას იმ სოფელში არა ვართ ბესო ნამყოფები უნდა მივიდეთ და გავაგრძელოთ ახლა ჩვენი გზა ცხოვრობს კი ბოქნო მიედო მაგრამ ეთყობა ცხოვრობს კი გვერდზე იყო სახლი მარცხენა მხარეს ალბათ იქ ცხოვრობენ სახლი ეს სახლი ჩვენ ახლა გზას გვაჩვენებს აქეთ წამოდითო მაგარი ადგილები ვიციო მეო და გავყვეთ ამ წამს ახლა რა კარგ ადგილას აქ სახლი აშენებული გზაც ნორმალურია რა სოფლის გზა არის ახლა ისეთი კატასტროფული გზა არ არის ჩვეულებრივად ამოა ნებისმიერი მანქანა 3 კილომეტრია ცენტრალური გზიდან არა ჩვეულებრივ ბუნებაში არის მშვენიერი სოფელი სადაც დენიც არის წყალი არის თუ არა არ ვიცი მაგრამ გავიგებთ მაგას წყალი აქ ისეთი წყაროს წყლებია ხო აგერ მდინარე არის არა ჩვეულებრივი სუფთა დასავლევი წყალი აქ შეგიძლია ხა სახლი აიშენე როგორც აგარაკი ისევე სოფლის მეურნეობას მიხედო რა გეყოლება ძროხა ქათამი რაღაცა და სუფთა ჰაერზე კი იქნება აუ აქედან ვერავარ ხო მაგრამ აქედან ხე არის გამხმარი. მოსახვევი. ისე უნდა ესასო. არა ბაბუ სად არის მოსახვევი? პირდაპირ ვერ გავალ ხე არ წაქცეული. არა ეს გზა არ არის ის გზა ჩო რომელიც გჭირდება. არა ეგ არის მაგრამ ხე გუშინ. აი ცხოვრობს ვიღაცა. აბა მივიდე ფეხით მივალ გავიგებ ერთი თუ ცხოვრობს ვინმე. ცოტა უკან დაძარე. ცოტა უკან მიდი. ეს გზა არის კიდე ერთი სახლი ვნახეთ. აი სოფელ ხევშაში და აი ეს გზა მიუყვება და ადის ზევით. აქ გზიდან დავინახეთ რამოდენიმე სახლია, მაგრამ მანქანით ვერ მივედით. ხე არის ხმელი წაქცეული და აი ეს იყო გზა სავარაუდოდ. შეიძლება სხვა გზაც არის იმ სახლებამდე მისასვლელი. ზედა მხრიდან. აქ პატარა ბილიკივით არის.
გათიბულია ეგერ ნახეთ როგორი ლამაზი ხეობა. აი ქვევითაც ამოვიარეთ ორი სახლი. ჭიშკარი დაკეტილი იყო. ნეტა იყოს ვინმე. იქით კიდე მეორე სახლიც არის. მაგრამ არავინ არ არის. სიწყნარია. საპირფარეშო სოფლის და ზევით არის კიდე აგერ ერთი სახლი, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივდივარ. ამ სახლამდე, იმიტომ რომ იმხელა ბალახებია. და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილას, ამ სახლში უკვე კარგი ხანია არავინ არ ამოსულა და ალბათ არავინ არც ცხოვრობს. აი აქეთ სადაც ამოდიან ხოლმე, ეტყობა რომ გათბულია გზა ეგერ. პატარა ჭიშკარი აქვს და იქ დენი არის. ამოდის ხოლმე დრო და დრო ამ სახლის პატრონი და ყურადღებას აქცევს თავის სახლს. ბაბულიკო გველოდება, გაგვასწრო ფეხით. წამოხვალ ბაბუ, თუ წამოხვალ ფეხით. დაჯიბაში. სოფელ ხევშასთან არის ხევშას რო გამოცდები სოფელ ზევით ეგერ ჩანს პატაშურები ცხოვრობდნენ ამ სოფელში და მათ საპატივცემულოდ ააშენეს პატაშურების სამლოცველო. ააშენეს რა თვითონ ეთყობა ააშენეს რა. პატაშურებმა ეგერ მთაზე ჩანს, ვინდა რომ მან დავიდეთ. ქორფა ბალახია საქონელისთვის. საქონელისთვის კი არა, ლამისა მეშევჭა მაგალითად. და ეგერ ზევით კიდე რამოდენიმე და აქედან იქამდე კი იქნება 500 მეტრი მჟავე წყლები ნახეთ რუკაზე და იქაც გვინდა რომ მივიდეთ. მჟავე წყლები გამოდის ბუნებრივი. ნახე, აი ყვითელი წითელი ფერებში რო არის. სოფელ ხევშაში ვართ ეხლა ჩვენ და ზევით თაზე არის პატაშურების სამლოცველო, ეგრე წერია Google-ში და ამოვედით არაჩვეულებრივ ადგილას, რაღაც გადასარევი ბუნება არის. ლოგინი არის და ეს კარები დაკეტილია. არა, ის არის. რაღაც საგვარეულო ის არის, ეგ ილო პატაშური. გამოდის იმიდან რა, გრუნტიდან გამოდის იმიდან, ჩანს. ხო, აქეთაც, იქი ძალიან ბევრი წყაროს წყლებია. წყაროა ეგა თუ თოვლია გამნარი? წყაროა, კი, თოვლი აღარ არის უკვე. ძალიან ლამაზი ადგილია.
აქ რაც ეთყობა რომ მოვლილია გათიბულია ბალახები. სოფელი ხევშა. სოფელ ხევშასთან ხევშას რო გავწდით, სოფელს ზევით არის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესია. და ეკლესიასთან ახლოს აგერ ხედავთ კიდე არის ერთი მოსახლე. სავარაუდოდ იქ უნდა ცხოვრობდეს, იმიტომ რომ სუგრი ამოვიდა იქიდან, გამოგვაცილა გზაზე. და მე მინდა შევიდე ახლა ეკლესიაში სანთელი დავანთო. აქედან არის შესასვლელი. სხვა შესასვლელი არ არის, კი აქედან არის. ეხლა ჩვენ მეგობრებო მივდივართ სოფელ ჟიჟიანში და სოფელ წიფორში. გამოვიარეთ სოფელი ხევშა. ჟიჟიანის საკმაოდ მაღალზეა, 1600 მეტრზეა ზღვის დონიდან და ელელა მივდივართ ავალთ და ვნახავთ რა ხდება ჟიჟიანში. ბუნება არის არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი ბუნება. გზაც ახლა პრინციპში არ არის ძალიან ცუდ, ჯერჯერობით და მე რა იქნება ვნახოთ. ეხლა ხევშაში მაგალითად დენი იყო და ცენტრალური გზიდანაც არ არის შორს, ხო და აი მაინტერესებს ჟიჟიანში თუ იქნება დენი. მე მგონი არავინ არ ცხოვრობს. ჯვარზე ავიდეთ ხო აგე გზევით. აქედანაც შედის გზა, ბესო. ეს წიფორში მიდის და ეგერ იქით მარჯვენ რომ მიდის გზა ისად მიდის. ეს რამხელა აღმართია ბიჭო. ეს ჯვარიც ალბათ რაღაც ალოცავია, ხო? არის მანდ აღნიშნული? კი, წერია. აბა მივიდეთ. ოიც ავიდე ბარემ. ნახე მჟავე წყლები არისო, იმას მოუსწორდეთ ახლა სიმაღლეში. ადი. მიდი. ხოშემი ადმინია გაჩერე. ნაგერე აქედან ეხა რა კარგად ჩანს ცენტრალური გზა, რომელიც სტეფანწმინდისკენ მიდის ქვევით. გადმოსახვევი არის სოფელი ხევშისკენ, ხევშა გამოვიარეთ და მივდივართ ეხა ზევით სოფელი მთაზე 1600 მეტრზეა. ჟიჟიანი და წიფორი. ძალიან მაგარ ადგილზე ამოვედით. ეს ბესო რას ალოცავია? არაწერია ზეთ. 150 წლის წინანდელი. წმინდა გიორგის არის გამოკვეთილი ქვაზე. 176 წელი. 1876 წელს ნეურის ვერ წავიკითხე. აგერ ქვევით ფასანაური ჩანს. ცენტრალური მაგისტრალი. სოფელ ჟიჟიანამდე, ჟიჟიანში მივდივართ ეხლა და დაგვხვდა ასეთი პატარა ის არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა გვარებია ჩამონათვალი, რომლებიც ამ სოფლიდან და ამ ადგილებიდან არიან წასულები მეორე მსოფლიო ომში და დაიღუპნენ. ქავთარაძეები არიან ძირითადად და ბენიაიძე და მელიქიშვილია. ერთი არის პატაშური ილიკვარი ერთი. შემოვედით ჩვენ სოფელ ჟიჟიანში, ასეთი გზა არის. დენი არის სოფლამდე. ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი, აგერ აქედან რა კარგად ჩანს ცენტრალური გზა. ძროხები ყავთ, ვინც არის დარჩენილი სოფელში. და სოფელს მიუყვება ეს გზა. წყალი სასმელი
გაკეთებული აქვს ეგერ დიდი აუზი და აქედან ვინც ცხოვრობს შიჟიანში ისინი მარაგდებიან სასმელი წყლით. ეს არის ბოლო სოფელი წიფორი და წიფორში მივდივართ, ცოტა ექსტრემალური გზა არის, ვიწრო არის ძალიან. და გადასავარდია 200 მეტრი. ხო და ხრამია ისეთი რომ იქ ჩემი მტერი ჩავარდა და ერთი სახლი ჩანს ახლა. რამდენი საფლავი ხდებია თუ? ო, ძველი სასაფლაო იყო ალბათ და მე ჩამო აგე ნახე ძველი ნახე. ჩამოლაზე ახუთა ერთი. ხო და ამ გზას ახლა ეტყობა რომ აქ არავინ არ არის ასული ბაბუკ აიხანია. და სავარაუდოდ სოფელ წიფორშიც არავინ არ ცხოვრობს. ერთი ადამიანი შეხვდა ჩვენ ჟიჟიანში, ადგილობრივი მოსახლე და იმან გითხრა რომ წიფორშიო ცხოვრობენო და მაინტერესებს ერთი ვინ ცხოვრობს და რა პირობებში. და ამ დანგრეულ ამ გზაზე როგორ ახერხებენ ასვლას სოფლამდე. ცხენი. არ კუნძულში ავდივარ. ყველაზე მაღალი სოფელი არის წიფორი 1600 მეტრია. შემოვედით სოფელ წიფორში. ძალიან ექსტრემალური გზებია რა, აი ვიწრო გზა არის. რამ სიმაღლეზე ამოვედი. ახევარი მეტა რომ გადაგიცდეს და ცოტა ხო რა, ცოტა თუ გადაგიცდა, იქით საბურავი, всё. მეყოლე ვარდებით. ჩერი ახლა კანონიზიკო. მაგისტრი დოქტორის საბუნ. აქ როგორ იშენებს, როგორ უნდა ამოიტანოს სამშენებლო მასალა აზე არა ვარ. აი ახლა კი ამოვედით, ეს არის წიფორში ამოსასვლელი გზა. სოფელი მდებარეობს 1600 მეტრზე ზღვის დონიდან, ეგერ ერთი სახლის ნანგრევი ვნახე. გზა სიმართლე რო გითხრათ, ცოტა ექსტრემალური არის ამ სოფლამდე ამოსასვლელი. ძალიან ვიწრო გზა არის. ორივე მხარეს არის ხრამები. ეს ქვის განაშენებული ძველი სახლი, რაც არის დარჩენილი სახლისგან. და ესე იგი ინტერნეტში ასეთი ინფორმაცია ვნახე, კონკრეტულად ამ სოფელში წიფორში ნახეთ რა ულამაზესი ხედებია ამ სოფლიდან და წყაროს წყლები ჩამოდის. ზევით უკვე ალპური ზონა არის, ხეები აღარ არის. და ინტერნეტში ასეთი ინფორმაცია ვნახე ამ სოფელში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი. და შემდეგ ალბათ არ ვიცი ომი რო დაიწყო გაიწვიეს ომში ალბათ მოსახლეობა ამ სოფლებიდან და ასე ნელ-ნელა დაცარიელდა. ეხლა ყოველ შემთხვევაში ეს სახლები სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი არავინ აღარ ცხოვრობს და ასეთი არის დაშლილი და დანგრეული ყველაფერი. ეს ახლა ცოტა გზა რო იყოს აქამდე ნახეთ როგორი ულამაზესი ხედი აქედან. აქ გზა რო იყოს ცოტა ისეთი კარგი გაკეთებული, აქ შეიძლება ადამიანმა აიშენოს აგარაკი, ბუნება არის ძალიან ლამაზი. აი ესეც როგორი ქვის განაშენებული ძველი სახლები არის და დაშლილი, დანგრეული. იქ არის ძველი ნასახლარები, აი ეს ეკლესია სადაც ჩნდება. ხო, გადაიღე ეკლესია? ჯერ არ მისულა იქამდე, კაცო. ვიდი და ნახავ რა. ხო და. იქ დაბლა ჩაიხედე და ჩანს. ხო. ზევით კიდე ის არის რაღაცა დროშა იქ. აბა მივიდე ნახო. ეს პატარა შენობა არის, აქ გადახურულია. ფეჩის მილია, ალბათ ამოდის ხოლმე აქ ვინმე და
სუფთა ჰაერზე ატარებს დროს. ხო, ეხლა აქ რა უნდა გააკეთო, არ ვიცი. აქ დასასვენებლად თუ ამოხვალ. აი. თავარია მონდომება. ეს ალბათ ქვევით ჩვენ შეხვდა ადგილობრივი მოსახლე ერთი ადამიანი და გითხრა რომ მამაო იშენებსო მონასტერს. ანუ მონასტერი შენდება აქ სავარაუდოდ. რა ძალიან სასიხარულოა. მონასტერი რო აშენდება, მე ალბათ გზაც გაკეთდება. ესე ძველი ნასახლარები. ნუ მონასტერი რახან შენდება, შეიძლება ესე იგი აქ ნაკვეთი, აი ეს ნაკვეთები რომელიმე იყიდებოდეს, გაგება უნდა და წყალი ამოდის. აგერ იქ ქვევით ჩანს სოფელი, აი სოფელში ვიყავით და აიშენო მშვენიერი აგარაკი. ძალიან მაგარ ადგილას რა. ეს ბილიკი მეუყვება, ხა მაინტერესებს სად მიდის ეს ბილიკი. ვა, სახლი. აი. შვენიერი ადგილა სახლი. ესე იგი ისია გზები სულ ბალახით არის. ძალიან დიდი ბალახია რა და ვერ ხვდება ადამიანი, მე მაგალითად ვერ ხვდები საიდან არის გზა შემოსასვლელი, რომ ეხა იმ სახლთან ჩავიდე. ალბათ აქედან. ჩავიდეთ. აი ქვევითაც კიდე ნასახლარი. ძალიან საკმაოდ ბევრი სახლებია რა სოფელში. ბევრი იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 70-მდე ადამიანი ცხოვრობდაო. მეორე სოფლიო ომამდე 70 ადამიანი ცხოვრობდა ამ სოფლებში, ამ სოფელში კონკრეტულად. აი ესეც ძველი სახლი. აქეთაც არის ნასახლარები. ძალიან დიდი ბალახია და ვერ დავდივარ ფიზიკურად, რომ ახლოს მივიდე რა ნასახლარებთან. ეს ახლა მამამ რო დაიწყო აქა აშენება მისი ეკლესიის, მაშინ გაკეთდა ეს გზა ალბათ. რომ სამშენებლო მასალა მოიტანოს რა, აბა როგორ უნდა აშენოს, როგორ უნდა აიტანოს მასალა. ანამდე ციგნებოდა ყვალი რაღაც. მოვიარეთ ჩვენ სოფლები, ეხლა ვნახეთ ერთი საქეიფო ადგილი, დინარის, პატარა დინარის პირას და შეუდექით მწვადების შეწვას. ბესო არის პროფესიონალი მწვადების შეწვაში და თევზის შეწვაშიც, ხო ბესო? მარა. ცოტა ხანი გვინდა ეხლა შეიწვება და მივირთმევთ ამ ჩვენ არაჩვეულებრივ ბუნებაში. ერთო ჭიქასაც თევზი კი მონდომებაა მთავარი თორე. შამფურზეც იწვება და ფოლგაშიც. ეს ის ლამაზი ჩანჩქერი.
შეფია თუთაშხიას გამოქვაბული. თუთაშხიას გამოქვაბული ერქმევა აქ რესტორანს რო აშენებენ.